მოგესალმებით პირველ რიგში. მე წარმოვადგენ სტრატეგია აღმაშენებლის გუნდში განათლებას, თემას, რომელიც ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და სინამდვილეში შორეულ პერსპექტივაში ავლენს ხოლმე თავის ხარვეზებს. 8 წელი, რაც ქართული ოცნების მმართველობისას ჩვენ მივიღეთ, იყო ყველაზე ჩავარდნილი პერიოდი მათ შორის განათლების სისტემისთვის, იმიტომ რომ ეფექტურობაზე როდესაც მსჯელობდნენ ჩემი გუნდის წევრები, ყოფით ნაწილში კიდევ უფრო ცხადად ჩანს მოშიმშილე ბავშვებში, სოციალურად დაუცველი ფენის არ დახმარებაში, მაგრამ ის რომ უხარისხო განათლება ეძლევა ჩვენ შვილებს, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება ჩვენი მომავალი თაობისთვის და შეიძლება 5-10 წელიწადში ვიწვნიოთ ყველაზე ცუდი, რომ განათლების უქონლობამ ქვეყნის განვითარებას შეუშალოს ხელი. ამიტომ 31 ოქტომბერი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არა მხოლოდ პოზიტიური მოლოდინი შეიქმნას, არამედ დაიწყოს პოზიტიური აღმშენებლობის ეპოქა ამ ქვეყნისთვის. დავდგეთ სწორ რელსებზე და შევძლოთ სწორედ იმ მაქსიმუმის გაკეთება, არა საჩხერის, არამედ სწორედ იმ ქვეყნების ლიდერი ქვეყნების მაგალითი ავიღოთ ჩვენი განვითარებისთვის და რაც მთავარია, არსებობს ამის პოტენციალი, არსებობენ პროფესიონალები, არსებობენ ახალი პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ თავისი სიტყვა თქვან და აგური დადონ ქვეყნის მშენებლობაში. მე იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი დახმარებით, ყველა იმ ადამიანის დახმარებით, ვინც იმედის თვალით უყურებს გიორგი ვაშაძეს და სტრატეგიის გუნდს, აუცილებლად მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას. წარმატებას გისურვებთ.